მოგესალმებით, მივესალმებით აჭარის მოსახლეობას. მე გახლავართ პარტია საქართველოს თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი, ჩემთან ერთად იმყოფებიან ქალბატონი ფატი კიპაროიძე და ქალბატონი დიანა ვაშალკომიძე, ქალბატონი ქეთევან გეჯაძის წარმომადგენელი. თავდება წინასაარჩევნო პერიოდი, ხვალ ჩვენს მოსახლეობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვინდა შევაფასოთ ეს წინასაარჩევნო პერიოდი თუ როგორ წარიმართა, რამდენად დემოკრატიულ და თანასწორ პირობებში მიმდინარეობდა აღნიშნული წინასაარჩევნო პერიოდი. მე აღნიშნავ იმ საკითხს, რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში კვლავ გამეორდები და პარტიები დაყოფილები ვართ კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციებად, შესაბამისად გარკვეული შეზღუდვებიც გვაქვს დაწესებული არაკვალიფიციურ პარტიებს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები მოქმედებენ, ფაქტიურად ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ, როდესაც გამოაქვეყნა მათი წარმომადგენლობის სია, არ იყო მითითებული მათი კოორდინატები, ჩვენ გვიჭირდა მათთან დაკავშირება და ფაქტიურად მათაც არ გამოუხატიათ დიდი სურვილი ჩვენისგან პოლიტიკური ორგანიზაციებით დაინტერესებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, ვისი ასე რომ ვთქვათ, დეპუტატობის კანდიდატი დღევანდელ დღეს ციხეში იმყოფება და შესაბამისად ვითხოვდით კანონის ფარგლებში მის გათავისუფლებას და შესაბამისად მისცემოდა მას აღნიშნულ საკითხთან წინა საარჩევნო პერიოდში ჩაეტარებია სრულფასოვანი საარჩევნო სააგიტაციო ღონისძიებები. თუმცა სრულფასოვანი კი არა, საერთოდ ციხეში არის გამოკეტილი და შესაბამისად უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს და ფაქტურად ჩვენმა ხელისუფლებამ ახალი პატიმარი წარმოშვა აი ამ არჩევნების პერიოდში. ამასთან დაკავშირებით ქალბატონ ფატის გადავცემ სიტყვას, ქალბატონი ფატი უფრო უკეთ წარმოაჩენს ამ საკითხს და მოსახლეობას მოახსენებს ამასთან დაკავშირებით. მოგესალმებით, პირველ რიგში შემინდა თანახმობა გამოუცხადო პარტიის სახელით გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტო კატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს უთანაგზავნთმა და ცუდია, რომ ესეთი ფაქტი მოხდა ზუსტად არჩევნების წინა პერიოდში. მინდა გავაგრძელო თემა, რომელიც შეეხება წინასაარჩევნო მუშაობას და მოვხდინოთ მცირე შეფასება იმ ვითარების, რაც ხდებოდა მთელ საქართველოში. სწორი აღნიშნა ბატონმა გიორგიმ, რომ პარტიები კვლავ დაყოფილია კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პარტიებად, შესაბამისად არაკვალიფიციური პარტიები მოკლებული არიან დაფინანსებას, სატელევიზიო ეთერს, მასმედიას, ამ ყველაფრის სარგებლობა ცოტა პრობლემური არის ისეთი პარტიებისთვის, რომელიც დაფინანსებას არ იღებენ. გარდა ამისა, ის საკითხი, რომელზედაც ყურადღება იქნა გამოხილებული, აბსოლუტურად არის გამოწვეული საკანონმდებლო ხარვეზიდან და ეს არ არის პიროვნულად მახასიათებელი. ბატონი შალოჭეიშვილი უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში, მაგრამ ის არის ჩვენი პარტიის წევრი და ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ დავარეგისტრეს დეპუტატობის კანდიდატად და მას უკვე მიენიჭა უფლება იმის, რომ მას ჩაეტარებინა სააგიტაციო სამუშაოები იმ რეგიონში, სადაც ცხოვრობდა, სადაც მანამდე ეწეოდა მუშაობას და აგრეთვე თბილისის სხვადასხვა რაიონებში, რადგანაც ის უფრო ახალგაზრდულ ჯგუფებთან ერთად მუშაობდა, მაგრამ თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლომ ახლად აღმოჩენილი გარემოება და არ გაითვალისწინა და მხოლოდ ის მიუთითა, რომ მას შეიძლება განმეორებით ჩაედინა დანაშაული და შემოკავებელი ღონისძიებებიც არ გაითვალისწინა, რაც ჩვენი შუამდგომლობით იყო წარმოდგენილი. შესაბამისად გასაჩერდა ქალაქის სააპელაციო სასამართლოში და კვლავ აქედან დაგვენებით, მაგრამ მაინც უარი მივიღეთ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ
პირველად არის განსახილველი თვითონ შალვა ჭეიშვილის საქმე, სისხლის სამართლის საქმე, აქ არის საუბარი იმ ხარვეზებზე, რომელიც არსებობს. თუ პირს, რომელსაც არ აქვს მისჯილდა, ის არ იმყოფება საჯარო ახსნების დაწესებულებას, შეიძლება იმის უფლება, რომ დარეგისტრდეს კანდიდატად, მაშინ ვალდებულება წარმოუშვება იმ წუთიდანვე, რომ მას მიეცეს სააგიტაციო სამუშაოების ჩატარების უფლება, რასაც მოკლებულია ფაქტიურად ჭეიშვილი და ამის საბაბზე ჩვენ ვაცნობთ თითქმის ყველა ორგანიზაციას. ამერიკის ორგანიზაციამ მოვითხოვეთ პირადად შეხვედრა და მშვიდობიანი ფორმით მივედით საელჩოსთან. რა თქმა უნდა, გამოხმაურება არ მოყოლია, რადგანაც ისინი არ ხედავენ იმ საშიშროებას, რომ ჩვენ დესტაბილიზაციას წარმოუშვებთ ამ საკითხით და რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ ქვეყანაში მშვიდობიანი გზით ჩატარდეს არჩევნები, გავემიჯნებით ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც შეეცდება და ცდილობს უკვე რომ დესტაბილიზაცია წარმოუშვას ამ მხრით ან გაყალბდეს არჩევნები ან შედეგების სხვადასხვა წარმოჩენდეს, პირიქით ჩვენ გვინდა რომ მშვიდობიანად ჩატარდეს და ხალხმა თავისი ნება გამოხატოს საარჩევნო ყუთებთან. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია იურისტებთან ერთად მნიშვნელოვნად განიხილავს და სწავლობს იმ საკითხებს, რაც არსებობს კანონმდებლობაში, როგორც საარჩევნო კოდექსში, ასევე კონსტიტუციაში, სისხლის სამართლის კოდექსში და აგრეთვე სამოქალაქო, საბინაო და სხვა კანონმდებლობის სხვა სფეროში, რადგან არსებობს ძალიან ბევრი ხარვეზი და ამ ხარვეზებითაა გამოწვეული ზუსტად სოციალური ცხოვრების ის ნაკლოვანებები, რომელსაც ყოველდღე ვაწყდებით. თუნდაც საბანკო, საფინანსო, საკრედიტო სისტემა, აგრეთვე უსაკაროთა თემა, სოციალურ დაუცველების თემა და ასე შემდეგ. ჩვენ დიდ დროს წაგვერთვეს ყველა საკითხი რომ ჩამოთვალოთ. უბრალოდ ჩვენი პარტია ზუსტად იმითაა გამორჩეული, რომ მუშაობს ამ თემებზე, ქმნის ისეთ სისტემურ კანონმდებლობას, რომელიც მისცემს საშუალებას მოსახლეობას თავისი უფლებებით ისარგებლოს და აგრეთვე გამოხატოს თავისი ნება თავისუფლად. ეს არის ის ხარვეზები, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ იქნა აღმოფხვრილი ჯერ კიდევ და რატომღაც არ ხდება მასზე ყურადღების გამახვილება. აგრეთვე მინდა ძალიან მოკლედ აღვნიშნო ის საკითხები, რასაც ჩვენი პარტია ცდილობს, რომ განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობამ დაგვიჭერს მხარს, ეს არის განათლების სისტემა და ყველაზე მთავარი რაც არის ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაუმჯობესება. ეს არის ყველაზე პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის სფეროში, რადგან თუ არ იქნება ადგილობრივი პროდუქციის წარმოება დანერგილ და განვითარებული, მაშინ ქვეყანაც ვერ განვითარდება. ხოლო ამისთვის საჭირო, რომ სახელმწიფომ თვითონ თავისი სახსრებით დააფინანსოს მოსახლეობა გლეხებით და არა საბანკო სესხებით, რადგან საბანკო სესხები და პროცენტული განაკვეთი იმდენად მაღალი, რომ შეუძლებელია ისარგებლოს მოქალაქე მან გლეხმა ნებისმიერმა პირმა იმ სიკეთით, რომელიც შედეგად პროდუქციის წარმოების შედეგად უნდა მიიღოს. ამასთანავე ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ეხება განათლებას, ეხება სოციალურ დაუცველებს, აგრეთვე შრომისა და ჩვენს ვეტერანებს, რომლებიც ფაქტიურად მივწყებული არიან, აგრეთვე შიშომო პირებს, მათთვის ადაპტირებული სამუშაოების შექმნას და ყველა იმ სიკეთეს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის. დიდი მადლობა. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია აქტიურადაა ჩაბმული ასევე დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დევნილთა პრობლემა დაეკმაყოფილებიათ საცხოვრებელი ბინით, დღემდე მოუგვარებელი არის და ეს მნიშვნელოვანი არის. მე სიტყვას გადავცემ ალბათონ დიანას ორი სიტყვით იტყვის აჭარასთან დაკავშირებით და ალბათონ ქეთევანის გეგმებთან დაკავშირებით მოკლედ მოგვახსენებს. მოგესალმებით, მე გახლავართ მაჟორიტარი კანდიდატის ქალბატონ ქეთევან გეჯაძის წარმომადგენელი აჭარის მაღალმთიან რეგიონებში, რაც შეეხება ქალბატონ ქეთევანის გეგმას, რომ მას აქვს მიზანდასახული გზა, ის ყველანაირ მოქმედებაზე გადავა და შეასრულებს ის, რაც მისცა ხალხს დანაპირები და იმედია მხარს დაუჭერთ ნომერ 20 პარტია საქართველოს. პარტია საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებთ მხარი დაგვიჭირონ ამ უთანასწორო ბრძოლაში. ჩვენ ფაქტიურად ვიბრძვით იმისათვის, რომ
საქართველოში შეიცვალოს და უკეთესობისკენ შეიცვალოს და მოხდეს ის ცვლილებები, რაც მოგვიტანს მომავალში ჩვენი ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. სხვა შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ ქვეყანაში ისევ დესტაბილიზაციისკენ მოუწოდებენ გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციები, რასაც ჩვენ ნამდვილად ვემიჯნებით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უთანასწორო ბრძოლა გვიწევს, სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივახციოთ. ასევე ჩვენ მხარდამჭერებს ყველა რეგიონში, განსაკუთრებით აჭარაში მოგიწოდებთ, რომ მშვიდობიანად განვახორციელოთ ის ჩვენი გასაკეთებელი საქმე, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის რეფორმირება და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება. სხვა შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას განვითარება და წინსვლა არ უწერია და თუ დესტაბილიზაცია დაიწყო კიდევ უკან წავა ქვეყნის განვითარება და ამიტომ კვლავ და კვლავ მოუწოდებ ჩვენს ქართველებს, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, ყველა ეროვნების ვინც თვლის, რომ საქართველო მისი სამშობლო არის. მოუწოდებ ყველას, რომ დაგვიჭირონ მხარი, ხმა მიცენ საქართველოს და შემოხაზონ 20 ნომერი. მე მიმართავ არა მარტო აჭარის, არამედ მთელ საქართველოს და პირველ რიგში შემინდა მიმართო ახალგაზრდებს. ჩვენ შვილებს, ჩვენი შვილების თაობას და მათ, ვინც დღეს იმყოფებიან ემიგრაციაში და მათი საკითხი დღეს მტკივნეულად დგას, რომ თუ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ არ მიიღოთ პასიური მონაწილეობა არჩევნებში და სადაც ხართ ამ წუთში, რომ ქვეყანაშიც ხართ, მიხვდეთ იმ ქვეყნებში შექმნილ უბნებში, საარჩევნო უბნებში და ხმა მისცეთ თქვენს ნათელ მომავალს, იმას რომ დაბრუნდეთ ჩვენს ქვეყანაში და ადგილობრივად შექმნათ მომავალი თქვენი შვილებისთვის და ისე როგორც თქვენ ახართ ახლა საზღვარგარეთ, თქვენი შვილებიც არ მოხვდნენ უცხოცის ქვეშ. კარგი იქნებოდა რომ თქვენ დაბრუნდებოდეთ ჩვენს ქვეყანაში, თქვენი აქტიური მონაწილეობით არჩევნებში და ხმას მისცემდეთ ისეთ პარტიებს და არა მარტო ერთ პარტიას, ისეთ პარტიებს, რომლებიც შექმნიდნენ მრავალპარტიულ სისტემას, რომელთაც ექნებოდათ კონსოლიდებული ურთიერთობა და ისეთ კანონებში ემუშავებდნენ, რომლებიც ნამდვილად განავითარებდნენ ჩვენს ქვეყანას. მოგიწოდებთ ყველას, რომ ხმა მისცეთ, გააკეთოთ ისეთი არჩევანი, რომლებიც ყველას გამოგვადგება და ეს ნამდვილად არის პარტია საქართველო, რომელიც დაკომპლექტებულია აკადემიკოსებით, მეცნიერებით და მართლაც საამაყო ადამიანებით. ყველას მოგიწოდებთ არჩევნებისაკენ. ყველას მოგიწოდებთ და მე დიდ მადლობას ვუხდი TV12-ს, სხვათა შორის დარეგისტრირებული 84 ტელერადიო 82 ტელერადიო კომპანიიდან, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოქვეყნებული აქვს, სულ რამოდენიმე მოგცა იმის საშუალება, რომ მიგვემართა ჩვენი საზოგადოებისათვის. დიდი მადლობა TV12-ს და მოგიწოდებთ კვლავ, რომ საქართველოს დაუჭიროთ მხარი და შემოხაზოთ 20 ნომერი. დიდი მადლობა. მადლობა.